ხელოვნური ბარიერების საქართველოსთვის და ვიზა ლიბერალიზაციით შანტაჟი ბრიუსელისაგან ევროპის ულტიმატუმს ოპოზიცია სათავისოდ იყენებს, ხელისუფლების პოზიცია კი არ იცვლება. Ამ დრომდე ვერავინ განმარტა, რატომ გადის ევროპისაკენ მიმავალი გზა ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის მიღმა. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ოპოზიცია ვერ პასუხობს კითხვას, რა კავშირშია ხალხის დაკვეთით მიღებული კანონები და ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით მუქარა. ოპოზიციის პროპაგანდა ახლა ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ თითქოს ბრიუსელი ამ საკითხზე 31 აგვისტოს იმსჯელებს. არადა ევროპელი მინისტრები მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს შეიკრიბებიან. ხელისუფლება წითელ ხაზებზე და საგარეო კურსის ერთგულებაზე საუბრობს. ოფიციალური თბილისი ამბობს, რომ შეუძლებელია სამართლებრივი საფუძველი მოეძებნოს სურვილს, შეიცვალოს საქართველოს ეროვნული ხელისუფლება იმ პოლიტიკური ძალით, რომელიც გარე დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ოცნების მიერ მიღებული ძალიან ბევრი კანონი უნდა იქნას გაუქმებული. ეს არის პროპაგანდის მიერ შექმნილი ცრუდილემა. თუ პაატა მანჯგალაძის ლოგიკას გავყვებით, პროპაგანდის ავტორი რადიო თავისუფლების ჟურნალისტია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევროკომისიის მოთხოვნებს აქტუალობა შესძინა და ისევ დაწერა, რომ თუ თბილისი გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონებს არ გააუქმებს, ევროპა საქართველოს სავარაუდოდ უვიზო მიმოსვლას შეუჩერებს. ოპოზიცია ვერ პასუხობს კითხვას, რა კავშირია მოსახლეობის დაკვეთით მიღებულ ინიციატივებსა და ვიზა ლიბერალიზაციას შორის, მათთვის მარტივი გარე განცხადებების პოლიტიკურ აქსიომად მიღება. სპეციალურად შეიმუშაოს ესეთი კანონპროექტები, რომლებიც გახდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე შემოფერხებელი ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის უვიზოს მიმოსვლის საფრთხის წინაშე დაგვაყენა. 2024 წელს შემუშავებული 8 პუნქტის შესასრულებლად ევროკომისიამ საქართველოს ვადა 31 აგვისტომდე მისცა. მუქარის რეალობაში მოსაყვანად როგორც ირკვევა ახლა ბრიუსელი, საჭირო სამართლებრივ ჩარჩოს ეძებს. საპარლამენტო ოპოზიცია ევროკომისიის შანტაჟის უკან ხელისუფლების ცვლილების სურვილს ხედავს. ევრობიუროკრატიაში მოთავსებულია ის ძალები, რომლებსაც საერთოდ ლოგიკა არ აინტერესებთ. პირდაპირ გეუბნებიან, რომ ეროვნული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმ ძალებით, რომლებიც ერთ-ერთში შეუსრულებენ უცხოურ ძალებს გლობალურ რომის პარტიას დაკვეთებს, ცალფეხზე დადგებიან, გააუქმებენ ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს, დააკანონებენ ერთგზიანთა ქორწინებას, გახსნიან მეორე ფრონტს, დათმობენ სუვერენიტეტს, ერთი სიტყვით გააკეთებენ ყველაფერს, რასაც ევროპაში ეტყვის კობილიუსი და ამერიკაში ეტყვის ჯინშაჰინი. ქართული ოცნება მიღებული კანონების დათმობას არ აპირებს. არგუმენტით, რომ ისინი ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა. ვიზა ლიბერალიზაციით შანტაჟი სახელისუფლებო პარტიისთვის არაფერს ცვლის. მართველი გუნდი კონსტიტუციით გაწერილი საგარეო კურსის ერთგულია და სწორება 2028 წელზე აქვს. ნამდვილად უცნაურია, როდესაც ევროინსტიტუციების ერთი ნაწილი გვაშანტაჟებენ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით და გთხოვენ გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას, ხოლო მეორე მხრივ იგივე ევროკომისია აქვეყნებს კარგი მთავრობის ანგარიშს, სადაც კეთილსაიმედო პოლიტიკა არის შეფასებული საქართველოს და საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე არის როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ კარგი მთავრობის ანგარიშში საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობის მიმართულებით და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამ კანონების გაუქმებაზე მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო და ემსახურება ერთადერთს, რომ ქართული ხალხი დააშანტაჟონ. გვიტევს ევროკავშირი, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი, აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამას არ გააჩნია დემოკრატიული განვითარებასთან, გიტევს იმიტომ, რომ აი შეტევა გადაითარგმნოს შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის განსაკუთრებით ახალგაზრდების უკმაყოფილებაში. რამაც შემდგომ უნდა განავითაროს ეს პროცესები. გამჭვირვალობის კანონი, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, რამდენი შავი ფული ტრიალებდა ეგრეთ წოდებული მდიდარი NGO-ების ხელში, რომ რამენაირად ქვეყანაში გამოწვეული იყო დესტაბილიზაცია. რაც შეეხება ანტი-LGBT პროპაგანდა კანონს, ну, რა თქმა უნდა, ესე წითელი ხაზია, ვინაიდან ეს არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა, ვინაიდან ძალიან სერიოზული საფრთხეები არის ძალიან განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის მიერ წამოყენებული პირობების შესრულების ვადა ორ კვირაში იწურება, ევროპელი მინისტრები ბრიუსელში მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს შეიკრიბებიან. მანამდე საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია. მეათე საიუბილეო გამარჯვებაში დარწმუნებულ ქართულ ოცნებას სჯერა, რომ ევროპის მუქარას მკაფიო პასუხს ამომრჩეველი 4 ოქტომბერს გასცემს. არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარებას ითხოვს ერთიანი ნეიტრალური საქართველო. იმის გასარკვევად რა არის ქართველი ხალხის რეალური სურვილი.